ყველას მოგესალმებით, ეს არის Iron Podcast-ი და დღეს ყველაზე სასურველი სტუმარი დავით შველიძე, რომელთანაც ერთად ჩვენ განვიხილავთ MMA-ის სიახლეებს და ასევე კიდევ ვისაუბრებთ სხვა ორთაბრძოლების მმართველობას. როგორ ახარ დავით? კარგად, შენ როგორ ახარ? ჩვენივრად. ხედავ რომ ფორმას აუნჯობესებ. კი, დავიწყე ვარჯიში და წინასთან შედარებით უკეთესად ვარ. ფიტნესი ორთაბრძოლები როგორ არის? ჩემთვის რა ისე. ურტყავს ხალს, დავდივარ დარბაზში, დამყავს ბავშვი, პოტრიალობს და რაღაც პატარა. აი მე საიდუმლო ხომ არა გაქვს და ხوار ემზადები? საიდუმლო არა მაქვს, თუმცა სურვილი მაქვს ხოლმე. სურვილი გაქვს? კი, გულის სიღრმეში ყოველთვის მაქვს ხოლმე, ხუებს რო უყურებ, მეც მინდება, მაგრამ ძალიან მომწონს, როდესაც ვიცი რომ შენ იქნები ჩვენი სტუმარი, რადგანაც შენ ხარ ადამიანი, ესაც აქვს ძალიან დიდი, ყველაზე გამოცდილი MMA-ის მებრძოლი ქართველი და ამასთან ერთად ამას დაემატა კიდე დიდი სიყვარული MMA ბრძოლების დიდი ცოდნა და ძალიან საინტერესოდ განიხილავ კიდე. ეგ იშვიათად ხდება, როდესაც ზოგი სპორტსმენი ხო ხდება, რომ პრინციპში არ უყურებს ორთაბრძოლებს, აი არის ეგეთები, ბევრჯერ მინახავ, დაინტერესებულები არ არიან და დიდად წარმოდგენაც არ აქვს თავის დივიზიონში, სხვა ლიგებში რა ხდება. დავით, რა სიტყოდი, აი ბოლო ბრძოლები, ავი იყო დღევანდელი ბრძოლა, რომან დოლიძესი, როგორ შეაფასებდი? საერთოდ უკვე რომ UFC-ს საუკეთესო დივიზიონში ხარ და მიუხედავად იმისა ათეულში რო ხარ, ჩემი აზრით ერთი და იგივე ტიპს რო ეჩხუბები, ერთი და იგივე მეტოქეს რო ეჩხუბები და ეს რო რევანში იყო. ჩემი აზრით რაღაცა სტილი უნდა შეცვალო, იმიტომ რომ მან ეჩხუბა იგივე სტილით, რა თქმა უნდა, დოლიძეს ვალეიში ყოფდი სულით და გულით და გავათენე რომ მენახა და მის გამო ვიჯექი რა და უყურებდი, მაგრამ მეგონა უფრო რომ სტილს შეცვლიდა და მოწინააღმდეგეს საწინააღმდეგოდ მოემზადებოდა, მაგრამ იგივე სტილით იჩხუბა, უბრალოდ ცოტა დაამატა ტემპში რა. აი მე თუ დამეთანხმები, უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს, დოლიძე ჩემი აზრით უბრალოდ მიდის წინა, ცდილობს რომ მოწინააღმდეგე გატეხოს. ანუ არ არის რაღაც მომზადებული დარტყმები, ძირითადად უბრალოდ ძალიან უხეშად და მთელი ძალით მუშაობს ფეხით, მუშაობს ხელით, მაგრამ რაღაც საინტერესოს და აი ტექნიკის ჩვენებას არ ცდილობს თქო რა რომ არ ცდილობს, აი მე ხა რა აზრი გამოვიტანე სხვათა შორის გავაკეთე კომენტარი მანამდე სანამ იჩხუბებდა რომ შეცვლის თქო და ვიფიქრე რომ შეცვლიდა სტილს, თუმცა შეცვალა, მაგრამ სტილი არ შეცვალა, უბრალოდ დაამატა. შესაძლებელი არის რომ შეცვალოს სტილი ასე? შესაძლებელია რა თქმა უნდა, იცის ჭიდაობა და რო არ იცოდეს კაცმა ჭიდაობა, იტყვი რომ ეს ვერ ჭიდაობს და კიკბოქსიორ კაცს ეჩხუბა კიკბოქსინგი 5 რაუნდი. კი. კიკბოქსინგი რატო უნდა იჩხუბო 5 რაუნდი კიკბოქსიორთან, როცა ჩემი გადმოსახედიდან დოლიძეს შეეძლო რომ ეს ბრძოლა დამთავრებული იყო სადღაც მე-3-4 რაუნდში. რესლინგის ხარჯზე. რესლინგის ხარჯზე ამ ხელებს ეხლა დაუბერავდა, გინდა არ გინდა ხელი ებერება კიკბოქსიორს ეხლა რო ჭიდაობას დაუწყდა პირველი რაუნდი, მეორე რაუნდი, მესამეში და გატეხავდა დოლიძეს ისწრაფე, მაინც იგივე დარჩებოდა. ძალიან არ მოიკრებდა, იმიტომ შედარებით ხო ვიცით ყველამ რომ შედარებით ნელია. თავისთავად. ისედაც თან შეხვდა ეხლა სწრაფ კონკურენტს, ხო? სწრაფ კონკურენტს. ეხლა იმას არ ქონდა ისეთი დარტყმები, დოლიძეს ქონდა, დოლიძე არის უფრო ნოკაუტიორი. ძლიერი დარტყმები. ცდილობს რომ გატიშოს ყოველ დარტყმას. აი ვაკვირდები და ადამიანს ხედავ რომ მისდევს რომ დაანოკაუტ. აი ნოკაუტს მიყვება. ძალიან სწორი შეფასებაა კი. ხო და მე ვფიქრობ რომ ეს არ არის სწორი რატომ ეხლა? იმიტომ რომ სწორი იქნებოდა იმ შემთხვევაში მას რო სხვა რესურსი არ ქონდეს. ჩემი აზრით ეს ყველაზე აშკარად მოჩანდა ბრძოლაში იმავოვთან, როდესაც პრინციპულად ჩემი აზრით რატომღაც არ გადავიდა, არ ცდილობდა რომ გადაეყვანა და ეჩხუბა დგომში. ძალიან მაღალი დონის სტრაიკერს. ძალიან მაღალი დონის სტრაიკერს ეჩხუბა, ივამოვი გახდება ჩემპიონი, ჩემი აზრით. შეუძლია. მე ვფიქრობ რომ ეგ იქნება ჩემპიონი მალე. ამ დივიზიონს რადგანაც შევეხეთ, ანუ როგორი ბრძოლები იყო? იყო ბრძოლა ადესანი იმავოვი, სადაც იმავოვმა მოიგო ნოკაუტით. შემდეგ ჩიმაევმა ვიტეტაკერი დააფინიშა პირველ წამებზე. დაახჩო. კი, დაახჩო და ჩვენ გველოდება ახლა დუპლესი ჩიმაევი, რომელიც უკვე დაგეგმილი არის და ამის შემდეგ უკვე იმავოვი შეხვდება ჩემპიონს კამარზე. შენი აზრით და ჩემთვის ძალიან საინტერესო არის ორივე ბრძოლის განხილვა. დუპლესი ჩიმაევი როგორ დასრულდება და რომ წარმოვიდგინოთ რომ შეხვდება ჩიმაევი და იმავოვი ეს ბრძოლა როგორი განვითარდება.
ჩიმაევი აღარ მახსოვდა მაგ წონაში რო იყო სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩემპიონი გახდება თქო, მაგრამ მაინც არ გადაუხევ ჩემს სიტყვას, იმიტომ რომ ჩიმაევი ძალიან ძლიერი ბიჭი. ჩემი გადმოსახედიდან ჩიმაევს დღეს შეიძლება ვერც ერთ წონაში ვერავინ ვერ მოუგოს, შეიძლება მძიმე წონაში მოუგოს, ისიც იმან რა ქვია, ისო დაანოკაუტა. ნაკრებში როა რა. მძიმე წონაში ახლა ჩემპიონი ანკალაევი არის. არა. ჯონ ჯონსი ასპინალი. ასპინალის გარდა ჩემი ასპინალსაც შეიძლება ის ჭიდაობაში მოგოს. ჩემი აზრით ახლა შეიძლება ვიღაცა სისულელით მოეჭვენოს. კი, მაგ გეთანხმები რომ ჩემი აზრით ჩიმაევისნაირი დღეს UFC-ში საერთოდ არავინ არ არის. ვიტატაკერს აი როგორ გაანადგურა ლეგენდა UFC-ს ლეგენდა. აი 4 წლის ბავშვთან რომ მიხვიდე ახლა და ილეც რო ანახებდე და ცოტა ზედმეტი რომ მოგივიდე რაღაცა რო ატკინო. ზუსტად ისე მოუვიდა. აბსოლუტურად. არა და როგორი მოლოდინები იყო და როგორ გაიმარჯვა ვიტატაკერმა მანამდე. მოლოდინები ჩემთვის იყო რომ პირველ მეორე რაუნდს ველოდებოდი რომ დამთავრდებოდა. მე ვეჭვობდი, რადგანაც მანამდე ხო შეხვდა ასევე დაგესტანელი მებრძოლის, რომელიც დაანოკაუტა ვიტატაკერმა. და ეს მებრძოლები იყო ჩიმაევი და ეს ბიჭი უგვარს ვერ ვიხსენებ, სამწუხაროდ იყვნენ შენახვედრი და მე ველოდებოდი რომ ესეთი მოგების შემდეგ ვიტატაკერს რაღაც შანსი ჰქონდა გამარჯვების. ჩიმაევი და ეგ ბიჭი შენახვედრები იყვნენ 5 წლის წინ, ხო? კი. 5 წლის მერე დიდი დრო გავიდა. ძალიან დიდი დრო, მაგრამ არ ველოდებოდი რომ ესე ადვილად რომ მოუგებდა. არც მე არ ველოდებოდი, მაგაში გეთანხმები. აბსოლუტურად არატექნიკური rear naked choke, და ანუ არ დაახჭო, უბრალოდ მოტეხა, ანუ ტეხავდა ყბას და დაუზიანა კიდევ. ხო, მე არ ველოდებოდი რომ ეგ იმ დაღესტანს რო ეჩხუბა ვიტეკერი, იმ დაღესტანს რო ეჩხუბა, იმ დაღესტანს რომ მოუგებდა ესე ხო, არ ველოდებოდი, კი ბატონო. თუ არ ვწდები აპერკოტი მოარტყა და შემდეგ აპერკოტი ფეხიც მარჯვენა, მე მგონი ფეხი ჩაუყოლა კიდე მარჯვენა, იგი გაანადგურა. კი, დაშალა. ალბათ ხო, აი ვერ გეტყვი რა. ეგეც ახლა თავიდან ბოლომდე ისე არ ჩავჯექი, არ მეყურებია, მაგრამ ნუ აქ ჩიმაევი ხა სხვა სკოლაა. მაგრამ ჩიმაევის მინუსები გამოჩნდა უსმანთან, როდესაც პირველ რაუნდში ვერ შეძლო, ვერ დააფინიშა, ვერც გადაიყვანა. მეორე რაუნდი ბევრი მაყურებლის შეფასებით იყო თანაბარი, მესამე რაუნდი რომ წასულიყო უსმანი წინ, შესაძლებელი იყო რომ მიეცათ გამარჯვება უსმანის. რომ წასულიყო წინ. რატო ვერ წავიდა წინ? ჩემი აზრით უსმანს ფსიქოლოგიური და ტრავმების მომენტი აქვს. უსმანს აქვს ძალიან დიდი მძიმე ტრავმები მუხლებზე, ეგ პირველი და მეორე, ჩემი აზრით არ ჯეროდა თავის. არა და შეეძლო. გააჩერა. ჩემი აზრით გააჩერა, ჩიმაევმა გააჩერა უსმანი. არ მისცა მას საშუალება. თავის თუ არ ჯეროდა ამდენი ბრძოლების მერე და ნაჩემპიონი არ კაც ეგეც ნუ შეიძლება შეცვალა ტრავმირებული ესე მახსოვს მებრძოლის შეცვალა და გამოვიდა ესე მახსოვს უსმანმა შეცვალა რომელიღაც მებრძოლი მოკლე დისტანციაზე კი მოკლე დისტანციაზე გამოვიდა კი და ამიტომ ჩემი აზრით სხვა წონაში რო იყო რაღაცა მე ეგეთი კი აი პრობლემა იყო და რაღაცის გამო პრობლემა შეიქმნა და უსმანი გამოვიდა 2 თუ 3 კვირის მომზადების მანძილზე ამიტომ ეს მომენტი იყო მაგრამ ამ ბრძოლის შემდეგ ბევრმა დაიწყო საუბარი რომ პირველი რაუნდი შენ თუ გადარჩი ჩიმაევთან უკვე ხდება ჩვეულებრივი მებრძოლიო და მოდი ვისაუბროთ პოტენციალურ ბრძოლაზე იმავოვი ჩიმაევი როგორ ხედავ ამ ბრძოლას 5 რაუნდი ჩიმაევი კარგად ჭიდაობს, ნორმალური სტრაიკინგი აქვს, იმავოს აქვს ძალიან მაღალი დონის ხელები, ფეხები, ადესანიას რო დაანოკაუტებ, ეს ნიშნავს, რომ high level-ი ხარ რა. კი. ხა იმამოვმა ჩვენ იმასთან ხო იჩხუბა. დოლიძეს მოუგო, ხო იჩხუბა. სხვათა შორის მაშინ ვნახე მე პირველად იმამოვი და არ ვიცი ხა ჩიმაევთან მე მგონი გაუჭირდება. მაინც საფრანგეთ საიდან არის იმამოვი დაღესტნელი საიდან? ნუ ევროპიდან ხო. ევროპიდან იქ ვარჯიშობს როგორც ვიცი, ხო, მაინც. კი. რაღაც მეეჭვება რომ მაინც ხამზატასთან. ანუ ისევ დასრულდება როგორც ვიტაკერთან შენი აზრით? ვიტაკერთან როგორც დასრულდა, ისე ნაღდად არ დასრულდება, იქნება ძალიან რთული ბრძოლა იქნება, იმიტომ რომ იმამოვი ბრძოლას არ მისცემს ადვილად ხამზატას. აქ იქნება ძალიან დიდი ჩახი, მაგრამ ეს იმამოვი იღლება რაღაც შედარებით, იცი? იმავოვი იღლება კი, ჩიმაევი იღლება. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ენერგიას დებს პირველ წელს. დაღლილი ჩიმაევი სამი ბრძოლის წინ ბრაზილიას რო ეჩხუბა. კი, ბრაზილიელთან მოხდა კიდევაც, როდესაც ნოკდაუნიდან გამოძვრა და მერე აუღო რევანში, იმიტომ რომ მაშინ ვერ გათვალა ეგ ბრძოლა.
მაშინ დაიწყო ჩიმაევზე ლაპარაკი, რომ ეს არ ყოფილა ის მებრძოლი, აი ბიორს ეშობა, ხო? ბიორს მარამის მოუგო, ლამის მოუგო ეს, ლამის მოუგო არ არის. ნოკდაუნიდან გამოძვრა, კაცი ფეხზე ადგა და მოუგო პირიქით. ამის გაკეთება ბევრად რთულია, ვიდრე რო უგებ და მე რომ მოუგებ ადვილად, ხო? ჩიმაევიც ამბობდა, რომ ადრე უდგებოდი დიდი აგრესიით ბრძოლებსო და ეს ხშირად ეს ცეცხლი მცლიდა, ანუ წარმოედგინე ხა მთელ ძალას მაშინ ბევრად დარწმუნებული გავიდა. მაგაში შეცდა. მეორე დღეს რო ეჭხუბა და რო ცოდნოდა მასთან უკვე უკეთესად მოვიდა ბიორს ზუსტად ვიცი. და ვიტაკერთან გავიდა უფრო მშვიდად. ვიტაკერთან მშვიდად გავიდა და თავის ჩანაფიქრი რაც ქონდა ხა პირველ რიგში ეგ მოსინჯა და გამოვიდა პარტერი. პარტერში შედის თან 3-4 მეტრიდან. ეგ პარტერში მანდელა შესვლა. მე ვერ ვიტყვი რომ ვიტაკერი ცუდი მოჭიდავე ან ცუდი დაცვა აქვს, მაგრამ როგორც გადაიყვანა, აი უშანსო იყო. ფიზიკურად ვერ იგრძნო ჩიმაევმა, რომ აი ვიღაცას ვერ იგრძნო და თან ეს პირველი ნაპორი აქვს, ეს პირველი ძალა აქვს, რაღაც სასწაული რა. ჯერ ფეხში შედის ძალიან შორმანძილი არ ვიტყოდი რომ საუკეთესო დისტანციიდან შედის ფეხზე, ალბათ ცუდი დისტანციიდან შედის ფეხზე და ძალიან საშიში დისტანციიდან. იმიტომ რომ ეს იგივე სიტუაცია ლომზე სანადიროთ რო წახვალ ჩუმოთ რო ჩაუსაუბრდები მოსაკლავად და ან მეორე ვარიანტი რო გამოხვალ და მოვედი უნდა მოკკლა, მიხვდი? აი ეგრე შედის ფეხში რა. ეგრე შედის, მაგრამ შედის. კი. ფაქტია. და ხედავს ის მოწინააღმდეგეს ფეხში წავიდა და ამან იწვალა და მივიდა მაინც თავის იმამდე და გადაიყვანა. ამას ძალიან დიდი ფიზიკური ძალა მიდის. მე ვნახე როგორ იმზადებოდა ჩიმაევი ელბრუსის ლაგერი არის ბაზა, მაშინ ეხმარებოდა თავისუფალი მოჭიდავების ნაკრები რუსეთის და ჩემი აზრით ის ტექნიკა რომელსაც ფლობს ჩიმაევი ახლოს არის ნაკრების დონესთან თავისუფალში. უბრალოდ ამას ყველაფერს ემატება ძალიან მაგარი ხასიათი, შრომა, ფსიქოლოგია, კი, შრომა აბსოლუტურად სწორი არის და ფიზიკური ძალა. მაგრამ ასევე როგორც მებრძოლი რო დავახასიათო ჩიმაევი, შეიძლება რომ არ მოხდეს დუპლესისთან ბრძოლა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების გამო. ესეთი ყოფილა უკვე რამოდენიმეჯერ და შესაძლებელია რა ამ შემთხვევაში შეხვდება დუპლესი იმავოვი. ამ ბრძოლაზე რა სიტყოდი? არა, იმამოვი ეს დუპლესი და ისინი უკვე როცა ეს კავკასიელები მოდიან სათავეში ჩვენ კი ვხსნით ხალხის თვალში და ხალხის გასარკვევად. რატომ ვიცი ამას 20 წლის რო ვიყავი თუ ამაზე მე ვერ ვთქვათ რა ვიცი. 20 წლის რო ვიყავი 21 წლის იაპონიაში რო ცხოვრობდი, მაშინ ცხოვრობდი რა შეჯიბრიდან წასული, ხო? ჭუბიდან. იქ იყვნენ დაღესტნელები, იქ იყვნენ ჩეჩნები, რუსები, ბელარუსელები და ანუ ეს პროსავჭეთა კავშირის ხალხი, რომლებიც ცხოვრობდით ერთ შენობაში და ერთ-ერთი ვარიანტი იყო რომ შეჯიბრი მიწევს ჩხუბი და ვისე ჩხუბები და კანადელს ვეჩხუბები და მოვიდა ყველამ და ნუ გიმართ იცნობთ მეთქი ვინ არის მილოცავენ არაო მაგრამ უცხოელიაო აი პირდაპირ იმნიშნულო იქიდან მაქვს ეს თავში ჩადე რა თქვია უცხოელია თქო ნუ უცხოელს ეჩხუბებიო და ეხლა მოიგე ბაბა რას იზავო ხო მიხვდი იმის ვერ მაქვს საინტერესო ფსიქოლოგია. ეხლა იმამოვიდა იმას ჩიმაევს რო ვადარებთ ხასიათი არც მიხსენებია და ხა დუპლესი გამოვიდა იმის გამო რომ იმან ეხლა ფული ამდენი წაიღოს სახში და იმას თუ ეწკინება მალე დანებდეს და არაფერი დაიზიანოს ეგეთ ადამიანთან არ ვიცი. კი, მაგრამ აი როგორც სპორტსმენი რო შევადაროთ დუპლესი აბსოლუტურად აი როგორ ითხრა არა ტიპიური აი არასტანდარტული დგომი აქვს რაღაც დაბაჯბაჯებს სტანდარტული აქვს ჩიმაევს ამას ხო იმამოვს აქვს ეხლა სტანდარტული ძალიან მაღალი ჩოტკი აი ემენა აბსოლუტურად კიკბოქსინგის და ძალიან საფრთხელები დუპლესი აი დუპლესი როდესაც კომბინაციებს აკეთებს და ფეხებში შესვლას შეგრძნება ვითომ წამოედო რაღაცას და წაიქცა ანუ ეგეთი კარავი ტიპი არის მაგრამ ფაქტი არის რომ იგებს ხო მაგრამ იმამოვთან ეხლა აქ ჭიდაობით პარტერში მე რა არის იცი ეხლა რასაც უყურებ მე ვერ წარმოვიდგენია რომ იმამოვი ბეჭებზე იწვეს და დუპლესი ზევიდან იყოს და უვლიდეს აქეთ-იქიდან და ამუშავებს. აი რთული წარმოსადგენია ჩემთვის ასეთი რაღაც. ფეხზეც მე ეჭვება რომ მოერიოს. იმიტომ არა რომ ადესანია დაანოკაუტ. ადესანია ეხლა დარტყმას იმდენს უშვებდა ცხვირპირში. ადესანიას ყველას თავის სტილში მიყავდა ბრძოლა. ხოდა შორის კარგად მიყავდა ეს ბრძოლა. პროსტა გაატარა დარტყმა. კარგი და ცუდად. თავის სტილზე მიყავდა. ყოველთვის ცდილობს რომ თავის სტილზე წაიყვანოს ადესანიამ და. უბრალოდ რატომღაც არ მიყვარს ესეთი ანალიზი, მაგრამ მინდა რომ ვთქვა რომ არ გაუმართლა თქო. რადგანაც ძალიან კარგად მიყავდა ბრძოლა, აი ხედავდი რომ ენერგიაზეა, ჯანზე არის ფუნქციონალურად. ადესანიას ბალეში ყოფდი, ხო?
კი, მე უბრალოდ მე მომწონს ადესანიას სტილი. ეს ისო. მაგრამ როგორც კავკასიას დავისთავად მე იმავე ბალეში ყოფდი. აი მე იმავოვისკენ ვიყავი, მაგრამ ადესანიას სტილი მომწონს. ეგ უბრალოდ მომწონს, აი როგორი ტიპაჟიც არის. ადესანიას სტილი ისეთია, რომ ეგ თუ სულ ტონუსში არ ქონდა ეგ სტილი. კი, აი, შენ მაგას ეხლა დღეს და ხვალე არ გააკეთეს, ეგ მაგას ვეღარ ისა. ერთ-ერთმა მწვრთნელმა თქვა, რუსმა მწვრთნელმა, რომ ადესანიამ გაიღვიძა ზუსტად ნახევარსაათი ადრე თავის ბრძოლამდეო. ეძინაო, ნოხს ეძინაო. ღრმად ეძინაო, ანუ ესე კი არ დაწოი. შვიდად გასულა ესე იგი საბრძოლო და არ უნერვიულია. რატომღაც ამან დასკვნა გააკეთა, რომ შესაძლებელია წინა ღამე შეიძლება თლა რეჟიმში არ იყო. აი ძალიან სწორად თქვი შენ რომ მეც ეგ ამის ამჯერა მაგრამ ადესანია რეჟიმში არ იყო არ მჯერავს. ჩემი აზრით ესეთი სტილის მებრძოლი რომელიც ტექნიკას მთლიანად აწყობილი არის რეაქციაზე და სიჩქარეზე აი 1%-ით თუ დაუვარდა ეს მაჩვენებელი უკვე სტილი იშლება. ის აღარ არის. ის აღარ არის. იმილანიკოზე ზუსტად იგივე აბსოლუტურად რა როდესაც ოდნა უკვე ასაკმა მოიტანა ეს სინელე უკვე ვეღარ იყო ეს ტექნიკა. კი ბატონო. და დაიწყო წაგებები. ჩვენ გველოდება ძალიან მაგარი ივნისი. დღეს მე ეს თქვა ჩიმაევის ერთ-ერთმა გუნდის წევრმა, არაოფიციალური ინფორმაცია არის, მაგრამ გაჟღერდა, რომ ივნისში ჩატარდება სუპერკარდი, რომელშიც ერთმანეთს შეხვდება ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი. ეს იქნება მთავარი ბრძოლა. ერთმანეთს შეხვდებიან. ერთმანეთს შეხვდებიან. უკვე ეს რადგანაც ამაზე უკვე საუბარი არის არაოფიციალური, მაგრამ საუბარი ეს ნიშნავს, რომ 40%-ით 50-ით რომ ეს მოხდება. თანაც თოფურია ყველაფერს ამისთვის აკეთებს. კამარი დატოვა, გადავიდა, სახელი აქვს, UFC-ს აწყობს. ყველას აწყობს, ვის არ აწყობს ეს ბრძოლა? მეც მაწყობს, მეც მინდა, მეც მაგრად მაინტერესებს. მოდი ანალიზი გავაკეთოთ ამ ბრძოლის 5 რაუნდიანი ბრძოლა. ისლამ მახაჩევი ილია თოფურია რას უნდა ვის ბალერიშიკობთ გასაგებია თავისთავად ჩვენი ლიას მაგრამ აი ანალიზი რომ გავაკეთოთ რას უნდა ველოდით აქ ცოტა სახიფათოა ანალიზის გაკეთება სხვათა შორის მიუხედავად იმისა რომ ილია ძალიან საშიში მებრძოლია ბევრად საშიშია ვიდრე მახაჩევი იმიტომ რომ ნოკაუტებს აკეთებს და თითქმის ყველა ბრძოლა ნოკაუტით მოიგო და ძალიან საშიში ბიჭი არის. მაგრამ მოდი კაი მახაჩევზე ვილაპარაკოთ ჯერ. მახაჩევმა რა იცის დგას დგომში, ნუ პირდაპირებს აკეთებს. გაუჭირდება ფეხში შედის. ეს ხაბიბის სკოლა, ნორმაგამედოების, ნუ ვიცით უკვე ყველა ვინაც ნახა რა აქ, როგორ აქ ტელევიზორში თანახმად. მოდი იმას გეტყვი პორიასთან აჩვენა რომ კარგი დგომი აქვს, კარგი კრივი აქვს. პორიასთან, დასტინ პორიასთან. პორიესთან აჩვენა რომ ძალიან კარგი დგომი აქვს, მაგრამ პორიე ახლა ჩვენ მიჩვეულები ვართ პორიე ისე ჩხუბობს როგორც 5 წლის წინ ჩხუბობდა. დაგეთანხმები უკვე ასრულებს კარიერას. და მახაჩევი ხო პიკსია. მახაჩევი ეხლა არის პიკსზე. მახაჩევი რო პიკსზე არ იყოს, მაგათ ლაგერში ეგრევე იტყოდა ხაბიბი რომ შენ ბრძოლას რჩები და ის მორჩებოდა ბრძოლას და მეც აღარ იჩხუბებდა. პოტენციალს ეგენი როგორც ვერ ხედავენ და 100%-იან თავის თავში დარწმუნებას რომ ის შეჯიბზე გავა და მოიგებს, ეგენი არ შრებია სხვანაირად. მაგათთვის ჩესტი და სახელი არის პირველ რიგში. ვიდრე ფული. ეს უკვე ხო დაამტკიცეს თვითონაც ახლა კონორზე ხო არ გადავალთ 10 წლის მანძილ წვევზე. ეს ვიცით ვინც ამას თვალსადევნებს. ეგ არ იჩხუბებდა სხვა შემთხვევაში. ეს ეგ დარწმუნებულია, მაგრამ ცოტა რაღაცა შიშის მომენტები დავინახე რა. აი შიშის მომენტები იმდენად არა, უფრო იმის მომენტები რომ ერიდება. ილიას ერიდება. ეხლა ხან ის უნდა დატოვოს რა ქვია შთამომავლობა და ზევითა წონაში გადავიდეს და იმასთან, მაგრამ მეორე ვარიანტიც არის ახლა უხერხულიც არის კაცი დაგდებს გეუბნება მეჩხუბე ვინ დაგდებს ახლა ვიღაცა ხო არ დაგდებს ვინაც 3 ჩხუბი მოიგო ჰოლოვეის თავი მოაცალა და ვოლკანოვსკის ორ სერიოზულ ტიპს დიდად დიდი სურვილი არ აქვს ამ ბრძოლის ეს არა აქვს დიდი სურვილი იმიტომ რომ რისკები მაღალია ძალიან მაღალი რისკები იმიტომ რომ ერთადერთი ახლა რაც მახაჩევს ეგ სისულელია ჩემი აზრით ახლა იქ სტოიკაში დადგა და მახაჩევმა ბრძოლა მისცა ილია თოფურიას ეს გამორიცხული ამბავია იმიტომ ძალიან პრაგმატული მებრძოლი არის ისლამი რისკებზე არ მიდის ტყუილი რისკებზე არ მიდის არც ერთ არ უყარდა არც ხაბიბი მიდიოდა რისკებზე საერთოდ ფოტოჟურის თუ დააკვირდებოდი ხელი არ აქვს მოხვედრილი არც ერთ მაქსიმალურად არც ერთ რაუნდი არ აქვს ხო არც ერთ მაქსიმალურად სიუბრალოდ ხელი არ შეეხოს იმდენს ვარჯიშობენ დარბაზში და როგორც კი ხელი მოხვდა აი თუნდაც მახაჩევს ბოლო ბრძოლაზე პირველი ვიტო ფეხი
აუწურდა. ფეხი გიცურდება დაღმართზე ან აღმართზე. მე სწორგზაზე ფეხი დგახარ ძალიან ზუსტად დაინახე. ხო, მარცხენა ის შემოვარტყა და მაგ დროს როგორც კი დაიწყო, როგორც კი თვალები აერია, ეგრევე ფეხში წავიდა, ხო? ეს ეხა თოფურიასთან ეგრევე იქნება. ნუ რა თქმა უნდა, თავიდან შეიძლება ეხლა უთხრა მაინც მოსინჯი არ ეგონოს, რომ ეგრევე ჭიდაობაში მითხრა. ნუ რა თქმა უნდა, ეგ დავალებას რასაც ეს იქნება 10-15 წამი. დავალებას მისცემს ყველა თავის ჯერბაში მიიღებს დავალებას, თოფური უნდა გადაიყვანოს პარტერში და გაგუდოს, ხო? აბა რა უნდა უხდეს, თოფურის ფეხზე ეჭყუბი და გააჩერებს კი, შეძლებს რომ გააჩერო. აი, ეხლა თოფურიაზე ვილაპარაკოთ, კი ბატონო. მაგრამ ჯერ მახაჩევზე ჩავიდეთ. მახაჩევს იღლება მაინც, რა, გავიგე რომ მუშაობს 5 რაუნდი. მაგრამ მესამე მეოთხე რაუნდში მისი მუშაობა შენელებულია ძალიან, აი რობოტით. ეგეთი შენელებული, როგორც კი აღმოჩნდება ილიას წინ და ისინი ფეხზე იდგებიან. იქნება ნოკაუტი. ნოკაუტი იქნება, იმიტომ რომ მახაჩევი უკვე ვერ გადაიყვანს პარტერში ილიას, თუ ილია იქნება ფიზიკურად კარგი მომზადებული და არ დაიღლება, იმიტომ რომ მძიმე არის მახაჩევი. ადრე ხო ვილაპარაკეთ მე და კი, ჩვენ ვისაუბრეთ გაბარიტებზეც კი ყველა. გაბარიტებით დიდია, ხო? აწონვის დღეს იქნებიან დაუშვათ 71 და 600 თუ რაც არის ორივენი. თუ 72 ხო რა? 12. 71. ხო 11 და 600 თუ რაც არის რა, გვიმებს აღარ ვთვლი გრამებს, 71 ხო იქნება. მეორე დღეს მახაჩევი იქნება 80 კილო და ეს იქნება 74 კილო. ნუ სამ კი, თავისთავად. იმიტომ რომ ეს თითქმის ბუნებრივი წონასთან ახლოს არის. ხო, თითქმის ბუნებრივი წონასთან ახლოს არის. ყველა ვარიანტი ის იქნება დიდი წონითაც, სიმაღლითაც და ასე შემდეგ. ხელების გაშლით. კი, და ფიზიკურადაც ახლა ილია ძალიან ძლიერია, მაგრამ არ მგონია რომ მახაჩევზე აი პირდაპირ შეიძლება ფიზიკურად რო ძლიერი იყოს, ესე? თანაბარი შეიძლება აღმოჩნდეს, უფრო ფეთქებადი აღმოჩნდეს, უფრო ძლიერი არა. ფეთქებადი არის. ამაზე არ გეწინააღმდეგე. ფეთქებადი არის და იყო, კი, მაგრამ აი ფიზიკურ სიძლიერეს გეუბნები. ისეთი უპირატესობა არ იქნება. ხო, ეგ აქ მინიმუმ არ იქნება. და შეიძლება თოფურიას. ხო, არ იქნება. შესაძლებელია რომ უფრო დაიჭირო. ამის სისხარტით და იმით თუ პარტერში გადაიყვანა, აი პარტერიდან გაქცევი. პარტერში გადაყვანაც კიდე ესეთი ადვილი ხო არ არის როზიან ესენი. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე და გამოშტერეულები მგონიან ისინი, ისო დვალიშვილმა ჭიდაობა არის ისო 20 ჯერ გადაიყვანა კაცი და ფეხზე აუდგა. შედალოცვილიშვილი 2 ჯერ გადაიყვანა ჯერ თლიანი ჭყუბის მანძილზე, მე ამოიღე. აბსოლუტურად არა, აბსოლუტურად. 40 ჯერ გადაიყვანა, გასლაპარა. მაგრამ თოფურიას თუ არის დაბალი პლუს იმაში არის რომ ესეთი ფეთქებადი დაბალი მებრძოლის გაჩერება ძალიან რთული არის. ის არ გაჩერდება არ გაჩერდება. აქ იქნება სულ მუშაობა. აქ იქნება ვინ გადატეხავს ფიზიკაში და ანუ ესეთი ვარაუდი რომ გვიან რაუნდებში ნოკაუტით მოიგოს ილიამ დასაშვებია. კი, დასაშვებია. ეგრე ვფიქრობ. სხვანაირად ვერ ვფიქრობ. მე გამოვრიცხავ საბმიშენების ვარიანტს, რადგან ორივე კარგად ჭიდაობს და არ ამგონია რომ რომელიღაცამ დაიჭიროს. წაიყვანს თავიდან რა, არ არსებობს ერთი გადაყვანა. როგორ ვერ გადაიყვანს ერთი გადაყვანა ისლამი? ჩემი აზრით თუ გადაიყვანს აი რაუნდის ბოლოს, მეორე რაუნდში, მესამეში თუ გადაიყვანა უკვე პარტერში, ეგ უკვე ძალიან საშიში იქნება ჩვენთვის. ეს ნიშნავს რომ ფუნქციონალურად ილია მესამეში თუ პარტერში გადაიყვანა და მეოთხეში ესე დავიღუპეთ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორი არის ილია მეხუთე რაუნდში. ჩვენ ვიცით ჩვენ არ გვაქვს ნაყურები. ყველა ასრულებდა პირველ წუთებზე და პირველ რაუნდებში. ჩვენ არ ვიცით როგორი არის ილია, ესეთი ფეთქებადი, ესეთი სიჩქარე აქვს, ესე ურტყამს და ტექნიკა შეიძლება აბსოლუტურად დაიშალოს. ჩვენ არ ვიცით. მე ვერ ვიტყვი რომ კი, ვერც ვიტყვი რომ არა, უბრალოდ არ გვინახავს. ისლამი გვინახავს. ისლამი კი ნელდება, მაგრამ მაინც უფრო სწრაფი იყო, ვიდრე მოწინააღმდეგე და იგებდა. ხარისხის ტექნიკას არ კარგავს. შეიძლება შენელების ხარისხი დაკარგოს, მაგრამ ზუსტად იგივე საკეთებს უბრალოდ ნელა. 4, აი როდესაც 5 რაუნდი გაცვლებში ხარ პორიასთან და აი კარგ კრივს აჩვენებ და კარგ ტექნიკასთან ძალიან ლამაზად გადაიყვანა პორიე ბოლოს, აი ფეხი რო ამოუწია, აი ძალიან ლამაზი გადაყვანა გააკეთა. ხო, დაღლილიც იყო უკვე ისიც. კი, მაგრამ აი მაინც არ დაანება თავი. ერთხელ ვერ გადაიყვანა, 2 ჯერ, 3 ჯერ და მეხუთე გადაყვანა და არასტანდარტულად, მაგრამ აი ფეხი რო უნდა ექნა ეგრე, იმიტომ რომ დაიღალა უკვე, ხო, და ეხლა პორიესთან უკვე ორივე დაღლილი და მეხუთე რაუნდი მართლა საშიშია, ეხლა როგორც არ უნდა იყოს და ყველა ვარიანტი უნდა ეცადო, რომ თუ ანაკონდა ხარ, ანაკონდა იყო, თუ ლომი ხარ, კბილები დაიჭირო. ეგეთი ვარიანტია. პრაგმატული, მაგრამ იგებს, ხო? აი ფაქტი არის, რომ იგებს. იგებს, ხო. და პროცენტულად როგორ შეაფასებდი ილია თოფურიას და მახაჩევის ბრძოლას, აი რომ პროცენტებით რომ გადავანაწილოთ. ხასიათი რო თქვა, ორივე ხასიათიანია. კი. არ ვიტყვი რომ პრობლემები არ აქვს. რომელი უფრო
ნაგლია, ეხა ილია ჩვენი უფრო ძერსკიც არის, ნაგლიც არის, პირდაპირიც არის და აი ეს მომწონს მაგის რა არის. ხულიგანი. ზოგს არ მოწონს, რომ ბერს ბიჭო, ბერს თუ ლაპარაკობს, ხახაში ეუნება და უკეთებს კიდევაც და თუ უკეთებს ილაპარაკოს ამ კაცმა, კასიუსკლეი ნაკლებს ლაპარაკობს და მუხამედალი. კი, არა, მართალი ხარ. მაგითი არის დღეს პირველი ბოქსიორი, თორე რომდის იყო, ჩემ თვალში პირველი ბოქსიორი არასდროს არ ყოფილა, ხო მეხუთი, რომ წააგებს სერიებს აბა რა აზრია. ლაპარაკით გახდა ხალხი, ეს ლაპარაკობს კიდევაც და აკეთებს კიდევ. ყველაფერი შეასრულა რაც ილაპარაკა. ამიგე და ტყუილა ჰაერში სიტყვებს ხო იცი ჩვენ არ ვიცით რომ ჩვენ ისეთი ხალხი ვართ რომ ვცდილობთ რომ ზედმეტს რომ ამოიღე მის პასუხისმგებელი უნდა იყო მაქსიმალურად. ანუ ხასიათით ერთნაირები არიან. ჭიდაობაში ხა ფიზიკურად ჭიდაობაში რო იჭიდაონ მე ვფიქრობ რომ მახაჩევი მოერევა ჭიდაობა. ექნება უპირატესობა ესო. კი, უპირატესობა ექნება ყველაფერს თავიდან. გაბარიტების წონის და ფიზიკის ერთნაირების რო იყვნენ ერთ დარბაზში გასულ, ნუ დიდია რა, ეხლა ერთ დარბაზში რო ვარჯი, მართლა რო ერთნაირები იყვნენ ყველაფრით, ხო? ეს რახან დიდია, დიდის ხარჯზე მოერევა. თავისთავად. ეგეთ ვარ, თან ეხლა მახაჩევი დგას ვარჯიში და აკეთებს ამ ნუ ეს დგას და აკეთებს რა თქმა უნდა. ჭიდაობის ხარჯზე კი ფეხზე ეხლა გამორიცხულია, რომ ფეხზე მოერიოს. გამორიცხული არის, რომ ნუ მაგრამ მუხლები საკმაოდ საფათო აქვს ისლამს. კი, საფათო აქვს და ესეც მუხლებზე კარგად მიდის რა, ეს ძალიან იხრება. მაგრამ ილია მოემზადება მახაჩევის წინააღმდეგ სპეციალურად ალბათ. აი ჩვენთან იყო მოკრივე და აღნიშნა რომ ძალიან ფელგრანული ტექნიკა აქვს ილიას, აი აბსოლუტურად კრივის დალაგებული იდეალური შეცდომის გარეშე ტექნიკა, რომელსაც აკეთებს ბრძოლაში. აკეთებს რა, სერიებით აი კორპუსში და ზევით რომ გადაყვანები იდეალური. ყველაზე მაგარია, მუცელი თავი ეს რაღაცა. აი სულ მაინტერესებდა და შენ იდეალური სტუმარი ხარ, ვისაც დაუსვა შეკითხვა, რადგანაც შენ ბრძოლები გაქვს ჩანატარები. სპორტი, ნებისმიერი სპორტი შეიცვალა, იცვლება, რაც დრო გადის, ვითარდება. შენი აზრით, აი ის UFC და ის MMA, რომელიც იყო 20 წლის წინ და ის MMA და UFC კონკრეტულად, რომელიც დღეს არის. რო განსხვავდება ფაქტი არის. კი. და რითი განსხვავდება, ეს შენ როგორ დასიტყვები? რითი განსხვავდება და ჯერ ერთი განსხვავდება იმით, რომ მოიგონეს უფრო მეტი მტკივნეულები. ანუ არსენალი უფრო მდიდარი. არსენალი გამდიდრდა მტკივნეულებში. ფეხის შესვლას ახალს ვერ მოიგონე, ფეხის შესვლაზე ეს იყო, ეს არის და ეს იქნება მომავალში. აი ვინ იყო მაშინ ლეგენდები? ტანკებოტი, ტაქტარომა მოიგო მაშინ, პატარები ვიყავ 12-10 წლის. ამერიკელი მოჭიდავე რო იყო ულვაშებით კიდე. სევერინი. კი. სპორტაშორის სამკუთხედით მაგან დააქვსო და წარმოდგენა არ მქონდა ესე როგორ იხჭებოდა. ხელით სამკუთხედით. ყველას რო სუფლექსებს უკეთებდა რო აგდო. ყველას სუფლექსებს უკეთებდა. თან მაშინ რა იყო, იცი, ძალის უაზრო ხარჯვა იყო. აბსოლუტურად. ხალხი ფუნქციონურად მალე იღლებოდნენ. ეხლა ტაქტაროვის და იმის ტანკის ჩხუბი რო პროფესიონალ თვალით რო შეხედავ, თორე არა პროფესიონალით მაშინ რო უყურე, მეგონა ორი დევი ჩხუბობდა თქო, ვიფიქრე და ვერ წარმომედგინა თუ ოდესმე შეიძლება და მაგათთან შესვლა და ცემაც. ხო და დღეს სიცილით ვიხსენებ. ხო და შეიცვალა ხო ეს სტილი შეიცვალა, ფიზიკა შეიცვალა. მე ეხლა აქ დანამატებია, ეხლა ბევრ დანამატებს იღებენ ხალხი. ზოგი ნემს იკეთებს, ზოგი იმას იკეთებს. ნუ და ლაბორატორიები მუშაობს ხო? ლაბორატორიები მუშაობს ამაზე, რომელიც უკვე გინდა არ გინდა ადამიანი აღარ არის თავის ჩარჩოებში და უკვე ცდება თავის შესაძლებლობებს დამატებითი პრეპარატების გამო. შენი აზრით, კი, მე მაგაში გეთანხმები, მომზადება, ტექნოლოგიურობა, არსენალი, ფარმაკოლოგია. მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი საუკეთესო, მოდი ავიღოთ რომელიმე საუკეთესო მებრძოლი იმ ეპოქის, ვინ იქნებოდა ეს? აი ერთი რაღაც ეგეთი. ჩაკლიდელი აღარ ითვლება მაგაში, ხო? ტიტო ორტიზი. კიდე ვინ შეიძლება? ორტიზი ხო ერთ-ერთი იმბროინდელია. შემროკები. ვანდერლე სილვა შეიძლება. სილვა ძალიან მაგარი, ხო? სილვა კროკოპსაც როდის ეჩხუბა და რა ვიცი. კროკოპი იგივე. ხო. და დღევანდელი საუკეთესოები ხო, აი პირველი ნომრები UFC-ში. ჯონ ჯონსი, ასპინალიც ავიღოთ. ადნკალაევი, ხაბიბი. ხაბიბი მაინც სტილისტიკურად უფრო ალბათ იმ ეპოქისკენ უფრო არის, რადგან ესეთი მოჭიდავეა. ხაბიბს ნუ რა ქონდა, ერთი სტილი. ერთი აბსოლუტურად ერთი. ოღონდ ფეხში შევიდეს როგორღაც და აწვალოს დაბლად და ბრძოლა დაამთავროს პარტერში ყავდეს. იმ ეპოქის საუკეთესო მებრძოლი ვერ მოუგებდა დღევანდელს თქო. აი და თან წააგებდა ძალიან მწარედ თქო, ეგეთი შეგრძნება მაქვს. აი ავიღოთ კარგი საუკეთესო აი რომელსაც ტანკს ყველა მოუგებდა ეხლა ტანკი იყო აი ცოტა იქით უნდა გადავიდეთ მაშინ ჩაკლიდელს ეხლა წეღან ხო ახსენეთ ხო ჩაკლიდელს რა ვიცი ძალიან გაუჭირდებოდა ჩაკლიდელი თანამ დღესაც იქნებოდა ტოპებში
კი, ძალიან მეეჭვება მე რომ ეხა ჯონ ჯონსი მისულიყო ჩაკლიდელთან და იდაყვეს როგორც თვითონ უნდა ისე რომ ერთხა და ჩაკლიდელი დგარიყო კუთხეში და დაერგა. ჯონ ჯონსი კიდე ცალკე ფენომენია, მაგრამ კი ჩაკლიდელი ნახდათ არ წააგებდა მარტივად. არავისთან არ გაჩერდებოდა ტოპ 5-ში იქნებოდა უეჭველი. და მე კიდე მეორე მხრივ გადავხედავთ სისხლის დღეს უფროერიდება ხალხი ვიდრე ადრე. ჯერ ერთი ცარიელი მუშტებით იყო თუ გახსოვს, აბა გაიხსენე. კი, ეს UFC-ის ჩემპიონატები იყო. კი, დაჟე პანკრატიონის ცარიელი მუშტები, მე თვითონ მიჩხუბია პანკრატიონის ცარი. მე მოიგონეს ხელთათმო. უფრო იცავენ თავს, მაგრამ აი ესეთი დარტყმა ახლა როგორც ნგანუს აქვს, ვის ქონდა? არ ქონიათ ესეთი არავის. აი არ მახსოვს. ესეთი როგორც ოვერიმს ქონდა, აი როდესაც ფარმაკოლოგი არ იყო აკრძალული UFC-ში. იმ მომენტამდე როგორ ჯანზე იყო ადამიანი, როგორ ურტყამდა. საშინელი. რომელი აიტანდა 2 წელი არ ყავდა ნანახი, გამختარი რო იყო ხარიტონოს ეჭხობა, გაგრას ხარიტონოსთან ახალი ნაჭხობარი ვიყავდა. და მე როგორ შეიცვალა? მე უცებ ნახულობ ეს ვინ არის თქო, ვიკითხე. პირდაპირ მნიშვნელობა. ოვერემიო ხარიტონოს ეჭხობა მეორედ. პირველად ეჭხობა გამختარი. კი. მე შუალედში მომიწია ჭხუბი ხარიტონოსთან. მე რომ ნახე ამას ეჭხობა, ვიღაც ზანგს ეჭხუბება კიდე თქო და ოვერემი წერია, ვინ ოვერემის და შეხედე კაცი აღარ ჩანს რა 2 წელი და რა გააკეთა არ ვიცი. კუნთის ხარჯზე 20 კილო და აი მაგრამ მე არ ვიცი, აი ბოდიბილდერებიც ბოდიბილდერსაც შეშურდებოდა ისე. საიში ტიპი იყო აი რინგზე მაგარი, მე შეხედავდი. კიდე როგორი ჩავარდნა მქონდა შემდეგ როდესაც USADA შემოვიდა UFC-ში, დოპინგ კონტროლი. კი, საკმაოდ. შენი აზრით, აი რო ვისაუბროთ დოპინგ კონტროლზე, რამდენად საჭირო არის ეს დოპინგ კონტროლი და უფრო ხომ არ ხდება ხერხი, რითაც ზოგი სპორტსმენი ჩამოიშორონ, რომ არ ჭირდებათ? მე არხეინა ჩემილია ვილაპარაკო ამ საკითხზე, იმიტომ რომ პროტეინის გარდა და ელემენტარულები, რასაც ზოგიერთი არაფრად არ თulis და იმას ისეთ რაღაცებს ვსვავდი ხოლმე, ნემსი არ გამიკეთებია. ანუ სუფთა სპორტსმენი. სუფთად ვიყავი მე სულ, ისეთი ელემენტარული რაღაც სასაცილო რაღაცებს, რომლებიც დამცინოდნენ ბიჭები რა, და აღარ ვიტყვი დამცინოდნენ როგორ. ხოდა. მე ვფიქრობ, რომ არ არის საუცილებელი ეს ნემსი რა, მაინც შეიძლება. ნუ რა თქმა უნდა, მეც გაძლევს ახლა ვიცი რომ 150 კილოს. აი თუ შენ სპორტსმენი ხარ და ამოცანა გაქვს, რომ სპორტული პროფესიონალური მიღწევები და ამისთვის არის საჭირო ეს ანუ რატო უნდა შეიკავოს სპორტსმენმა თავი თუ არც იკავებენ? არ ვიცი, იმიტომ უნდა შეიკავოს, მე 6 მე გაგსინჯავენ იქ და გინახავენ, რომ ვერ გაიწმინე კარგად. კიდე აი საკითხი იმაში არის, რამდენად სწორი არის ეს პოლიტიკა, რომ ეძებენ. არ მიმაჩნია მე ნემსი სწორად. აი სტეროიდების ტიპზე ადამიანი რომ ფიზიკურად იმატებს, ეს მე სწორად არ მიმაჩნია. არ ვიცი რატო, მე ვიცი რომ 98% ასე შევება და არხეინად იმიტომ რომ მართლა არ მიქნია. 8 ჯერ მაქვს მარტო ნემსი გაკეთებული ერთ-ერთი შეჯიბრის წინ უბრალოდ მაინტერესებდა და მე რო ვკითხე ჩემ მეგობარს ერთ-ერთი ის ჭუბობდა ამ ნემს ვიკეთებ და დღე გამოშვებით ვიკეთებდი იმან მით რომ ამ ნემს ვიკეთებ 2 წელს უბრალოდ ვარჯიშები და ერთ-ერთ ვამატებ კიდე იმასა და მე ვხარი კაი გასაგებია ყველაფერი თქო ანუ ბავშვი ხარო და წარმომედგინა აი ხლა რომ მე ეგ ნემსები დავიწყო 30 წლის რო ვიყავ იმაზე კარგად ვიქნე მე არა მაგის რესურსი და ეგ რესურსი დახარჯული რაც ის ნემსი ხო შენ გაცლის 10 წლის მერე უბრალოდ ორგანიზაციებში არ დავასახელებ, იყო ესეთი პოლიტიკა, რომ როდესაც მებრძოლის მოშორება უნდათ, ან არაწყობდათ, ამოწმებდნენ დოპინგზე. ანუ შეიძლება ხო, აი ეს იყო ჩრდილოეთ კავკასიაში, როდესაც იყო ერთი თავისი მებრძოლი და იყო მებრძოლი ჩამოსული რა, ესე ვთქვათ, ჩამოსულს ხშირად ტესტავდნენ, რომ დოპინგი არ მიიღოს, საკმაოდ მკაცრად. და თავისენს არ ტესტავდნენ. თავისი ვითომ გატესტეს. ან ხო ნუ არ ტესტავდნენ, ხო ფაქტი არის, იმიტომ რომ გამოდიოდა ისეთი გამომშრალი, რომ ბუნებრივად ეს შეუძლებელია რომ ყოფილიყო. და თავისთავად ეს ხდება რაღაც ხერხი. აი რო ავიღოთ აი მე მაქვს რაღაც ინფორმაცია ნებისმიერ მოკრივეს, ახლა მაღალი დონის მოკრივეს თავის ლაბორატორია, თავის ექიმი, თავის ენდოკრინოლოგი გორმონებზე ვინც ყველაფერს ულაგებს აქვს და თავისთავად აქვს საშუალება რომ ისე გააკეთონ ეს ყველაფერი რომ არ გამოჩნდეს. უბრალოდ კრივის ფედერაციების, დიდი ფედერაციების პოლიტიკა ისევე ზოგჯერ ადგილი აქვს UFC-საც, ჩემი აზრით, როდესაც ძალით იჭერენ რომ არ აწყობთ რაღაცის გამო, როგორც ბიზნესი არ აწყობთ, როგორც სპორტსმენი არ აწყობთ. იგივე ჯონ ჯონს უნახეს სტეროიდები
ის მაჩვენებელი რაც უნახეს ჯონ ჯონს ეს ნიშნავს და რომ იმდენად ცოტა იყო რომ აი იცი როგორ ოთახში სადღაც იდო და შეისუნთქა იმის ანუ რაღაც ამ დონეზე იყო რადგანაც ეფექტურობა იმის მოხმარების ამ რაოდენობით არანაირ ნოლს უდრის მაგრამ ამოუგდეს ეს და დისკვალიფიკაცია მიწეს 1 წელი. ანუ იმ რაოდენობით რაც იმას აღმოუჩინეს, ის ეფექტი არანაირი არ იქ, აი იოდი რო წაესვა ახლა მუხლებზე, დაახლოებით ეგეთი ეფექტი ექნებოდა. მაგრამ რატომღაც ამას იყენებენ თქო და ჩემი აზრით? ალბათ იყენებენ, კი. სავარაუდოდ იყენებენ კიდევაც ამას. კი, ბევრი ყოფილა ეგეთ სიტუაციები და სხვადასხვა ტურნირებზე. თუმცა ბევრგან არ სინჯავენ. კი, არც მე არ დავასახელებ. სინჯავენ მხოლოდ UFC-ში და რა ვიცი, ალბათ რამოდენიმე ორგანიზაცია. მე ევროპაში მსინჯავდნენ. სინჯავდნენ. ეს არის საუბარი რომელ წლებზე? 16 წელს ვიჩხუბე ბოლოს 2016 წელს. შენ გაქვს საოცარი ბიოგრაფია, შენ აჩხუბარი ხარ ხარიტონოვთან. აი შენ თვითონ რო ჩამოგდი. ოსაკასთან რა ვიცი, ბევრთან არლოვი იყო. მინდა რომ მაყურებელი იცნობდეს, ხო, ესეც წარმატებულ სპორტსმენს და ბრძოლები აქვს ლეგენდებთან ჩატარებული და თავისთავად უნდა ვიცოდეთ ესეთი ადამიანების სახელი გვარი და როგორ გამოიყურება რომ ქუჩაში რო შეგვხვდება რომ ჩამოვართვათ ხელი. ტოპები, აი ტოპ 5 რო დაასახელო მებრძოლეების ვისთანაც ქონია ბრძოლა. კოსაკა იყო მეორე ადგილი აიღო ადრე თუ არ ვწდები UFC-ში, ფინალისტი იყო. კი. ფინალისტი იყო, ადგილს კიმბოსთან წააგო მეორე ადგილი აიღო თუ არ ვწდები. კიმბო, ლეგენდა. კიმბო ან მეორე კიდე იყო დაკოლკებიანი, არ მახსოვს რომელიღაცასთან. ხარიტონოვი იყო, არლოვი იყო, იყვნენ ბიჭები, ისეთი სერიოზულები, ან რუსეთში თუ ვინმე სერიოზული იყო, რომლებიც აი დევიდ ტუას მოუგო მაგალითად უსტინოვმა. უსტინოვი. კი, უსტინოვთანაც ნაჩხუბი მაქვს. მაღალი მოკრივი, ძალიან მაღალი მოკრივი. ხო რა, მაღალი და თან კიკბოქსერობა, კიკბოქსინგი ვეჩხუბე, მაშინ მოხლებდა იმით და იმას დევიდ ტუა კრივი ეჩხუბა მარტო. და წააგო. წააგო ტუა. ნუ დევს ვიდეოები, რა ვიცი, ჩემი თარმომიგონები. ხო და ხო იცი, ვიღაც დაждდება და გიყვება და ვერ ამტკიცებს და თუ რამე სიტყვა უნდა იყოს კიდევაც ის. YouTube-ს ყველაფერი ახსოვს. YouTube-ს ყველაფერი ახსოვს. შენ თუ დაგავიწყდა, მე მანახე მე გავიხსენე. YouTube-ს ყველაფერი. ეგეთი ვარიანტია. მაგრამ არის, დროც სხვანაირი იყო. ეხლა აი ხო ელაპარაკი კაცმას ვერ მიცნო, ხო? სიტუაცია როგორ არის, იცი? 2000 წელს, 2001 წელს იაპონიიდან რო ჩამოვიდი, იაპონიაში დავდიოდით ხოლმე. და პერიოდულად მიწევდა იქ ცხოვრება. მაშინ თითქმის არავინ არ ვარჯიშობდა საქართველოში. ვიყავით 7-8 ადამიანი. აი პირდაპირ ნიშნავდა სახლის ტელეფონი რო დარეკავდა. სიხარულით მივიდოდი და ამ ტელეფონს რო ვიღებდი და რო გავიგებდი, რუსულად დამელაპარაკებოდნენ ხოლმე. ხო, უკვე ვფიქრობდი, რომ ვინ მირეკავს, სიჯიბრის თაობაზე მირეკავს. რო გავიგებდი, მირეკავენ არბაზზე ვჩხუბობდი მოსკოვში რა, ხშირად. რესტორანში სავარაუდოდ. არა, კაზინო იყო ყველაზე კარგი, პად გლობუსის ქვეშ არის, ველარბაზზე, ეხლაც არის ეგ გლობუსი, ყველაფერი ძალიან სერიოზული, გვერდზე მეტელინცა იყო. პროსტა ვეღარ ვასწრებდი სხვადასხვა იმებს ჩუბს, იმიტომ რომ ბრძოლები მე პირადად მქონდა ხოლმე. პროსტა მომზადება არ მქონდა, მწვრთნელი არ მყოლია, მწვრთნელზე რომ მოგიყვე, ვერ მოგიყვები, არ მყოლია მწვრთნელი არასდროს. ერთმანეთს ვავარჯიშებდით ბიჭები. ხო და რო დაარეკავდნენ, ხო და დათო მინდა დათო, ანუ რუსულად შესაბამისად და საიდან სახელს რომ მეტყოდა და ვიცოდი უკვე რომ არბატნი არეკავდნენ და ბრძოლაზე მირეკავდნენ, ხო? აუ, პროსტა როგორ უსმენდი, იცი რომ არ გამეთიშოს და რო შემომთავაზებდა ბრძოლაზე იჩხუბებ, აი ეს ბრძოლა ამ დროს. კი, რა თქმა უნდა, მე იქ ფორმაში არა ვარ. ფულს რამდენს მაძლევ, ვისთან მაჩხუბებ, რა ვისთან გაჩხუბებ? რა იყო შენი мотивация? мотивация იყო რომ ლიჯბი მეჩხუბა და გავსულიყავი ჩხუბზე. ვინ უყურებდა ფულს და მოწინააღმდეგები. ხარიტონოვთან რო წავაგე ბოდიში ფრჩხალებში, გრან-პრი ვიჩხუბე სხვათა შორის და ფინალში წავაგე ხარიტონოვთან და იმანაც მოიგო ორივე ბრძოლა დროზე ადრე და მეც დროზე ადრე მოვიგე ბრძოლები დაბივანიებით რა. პირველი ნოკაუტით და მეორე პარტერში გადავიყვანე და დაბივანებით მოვიგე. სხვათა შორის ეს მეორე ბრძოლა დევს იქ YouTube-ზე და ხარიტონოვთან რო ბრძოლა წავაგე, YouTube-ი არ იყო მოგონილი და მე და გია ვზდივართ გლადიატორი. და ვტირი ვართ რომ ეს ვინსთან წააგეო ბრძოლაო ამ არიფთანო მიხვდი? და YouTube-ი არ არის და კაც ვერ ვცნობ ხარიტონოვს. ხარიტონოვი ვერ იცანი. და ერთი ორთაში ეს კურიოზული მომენტია და ჩდება YouTube-ი რა, აი კაკრას ახალი მოგონილი 2006-7 წელი თუ არ ვწდები რა. იმიტომ რომ მახსოვს რომ მაშინ არ იყო. ხო და მოიგონეს და მეც ახლა შესაბამისად დავიწყე სპორტსმენების დაგუგლა, იმიტომ რომ ნახო იმათი ბრძოლები, ხო და ხარიტონოვი ავკრიფე და თურმე სანამ ვეჩხუბე ორი კვირით ადრე სემიშილცი ყავს წაგდებული სემიშილცი. ხუთგზის K1 ჩემპიონი და რა ვიცი, ათეულში სულ იყო ამ სპორტში და მაგი ლეგენდა. და კლავს.
ბიჭო, გადავრთვე სხვა ჩხუბზე ნაღდათ ეს არის თორე და ეგ რა ქვია, ნაგიერასცემს. მე პედრო ხიძოს ანაუკაუტო და ამას ვეჩხუბე და ამაზე ვტიროდით მეთქი. მე გიას უგდება არ იყო ჩასაგდები პრინციპში, იმიტომ რომ ციფრული ტელეფონები იყო. iPhone-ი ახალი შემოსულია 2005-6 წელი, არავის არ აქვს მახსოვს. მაშინ iPhone 2 შემოვიდა და შესაბამისად ვერც ჩაუგდებდი, მივედი გიასთან კომპიუტერი გავახსნები და ხარიტონოს ვაყურები და ამას უყველად ცება ვინ ჩვენ მოგწონდა მე უთხარი. ვიღაცადებდი თვალს ხო? ხო და ვერ ვადებდი თვალს და მაშინ ვიტირეთ რომ ამ არიფთანო როგორ წააგერო ჩხუბი და ბიჭი კიდევ ტირე. ეს რაღაც კარგი არის, როდესაც არ იზაბები ხო? ხო და გავედი ისე რომ ეხლა ამასაც მოუგებ ადვილად. ხდები, ნუ ცხვირი გამიტეხა ბრძოლა ბოლომდე არ დამთავრებულა. შენ რესტორანში ჩაატარე დიდი შეჯიბრი MMA-ში, სადაც ხარიტონები გესტუმრა. თუ გაიხსენეთ ეს ბრძოლა? არა, ბრძოლაზე არ გულაპარაკია. რაზე საუბრობთ? ბრძოლაზე არ გულაპარაკია. რაზე საუბრობდით? რა ვიცი, ხან იმაზე, ხან ამაზე, ხან სადღეგრძელოს ვამობდით. იქ სხვანაირი შეხვედრა მქონდა ბრძოლის მერე. ძირითადად რო გითხრა რომ ძალიან სპორტსმენებზე არა. ხარიტონოვი დღემდე ჩხუბობს. დღემდე ჩხუბობს კი და ცემს კიდე ყველას. დიდია ეხლა 152 კილოა რომ მითხრა და ხელი რომ მოვკიდე. არის, მასა არის. ხო, რადგან შემეპოდი სიმაღლეშიც გაიზარდა, ჩემზე დაბალი იყო ოდნავ. ფათაშორის რა არის, იცი? კოსაკასთან ეგეც საინტერესო მომენტია. ეგეც სვერდლოვსკში იყო ბრძოლა. კი. და რა ვიცი, ხა რა რო თქვა, ცუდი დრო იყო, ძალიან გვიჭირდა და მივდიოდი მოვემზადე ბრძოლისთვის და ჩასვლაზე მითხრეს, რომ ბრძოლაში უნდა ამეღო $4000 მონაწილეობაში. და მითხრეს, რომ თუ წააგებო $6000 მოგცემთ. ანუ იყო ეგ. ეხლა ზოგიერთისთვის შეიძლება ეს გასაკვირი ამბავი იყო, მაგრამ $2 რო თმის გაკრეჭვა ღირდა ლარნახევრიან ადგილს ვეძებდით, სადაც კრეჭა. ხო მივხვდი. მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ესე იყო და ჩავედი ხა $6000 თუ მომცემენ და სხვათა შორის თან ვიყავი პირ დაკეტილი, იმიტომ რომ კანდელაკიც იყო ჩემთან და გიორგი წამოყვა ეგ შეჯიბზე ვიხდი? და მერიდებოდ ეს როგორ თქვა, თან ეხლა ეს მარიგებს, თან უეჭველი ვიცი რომ უნდა წავაგო. და სხვათა შორის კურიოზი მან რა იყო ეგ ბრძოლა დებს რომ სეკუნდად თუ დგას გიორგი სეკუნდად იდგა თუ გვერდზე იდგა არ მახსოვს რომ სოფლიო ჩემპიონია გამოჩენილია და მომენტში დამიძახა რომ მიაყარეო და მივაყარე. ხო. და წაიქცა ეს ხა. წაიქცა და რო წაიქცა კუთხეში გამოვედი და დათვლა დაუწყეს. მივხვდი? ანუ წესები იყო როგორ იცი? 3 ნოკდაუნი შეიძლება და რო გაჩერებდნენ სამის მერე. ხო, სამის მერე. ან კანადზე ხელი უნდა მოგეკიდა, ეგ ნოკდაუნს ნიშნავს. თუ ბალეოიზე თუ მიწვდი კანადს. ან ისა და მე რომ მივაყარდი ესო წაიქცა და მუშებს ეს კარგად მომაჯდა და გავერთე. სიმართლე რო გითხრა და გული გამისკდა, იმიტომ რომ $6000 გარეშე ვჩები, იმ 4-ზეც აღარა ვარ შეთანხმებული, მე აქ ფულზე ჩამოვედი. ხო მივხვდი, ეგეთი დრო. ხო და ადგა ეს კაცი როგორც იქნა იუში კოსაკა, გაგახარა ღმერთმა თქო, კი ვიფიქრე და კუთხესთან ვიყავი და ჩალიჩ უფრო ბალევი, მაგრამ შეთანხმებულები, მან არ იცის რომ მე უნდა წავაგო. ის მეჭხუბება ბოლომდე. მან არ იცის, მისი პროდიუსერი მოვიდა $2000 მენეჯერი და $2000 დამიმატეს ახლა საზანგეთიდან ვარ, თეთრი ხალხი კი ცხოვრობს საქართველოში და ყველაზე ლამაზი, მაგრამ თეთრი ზანგი ვარ ჩასული იქ და ახლა ჩავიდეს ვიღაცა ქართველი და იქ ოსაკას მოუგოს, ეგრე არ არის რა, მივხვდი და ახლა შეხედეს მოსაგებად არის ჩამოსული კაცი, დამიმატეს ფული და საინტერესო რა არის და კუთხეში რომ მოხვდით, ამას თვითონვე გაუკვირდა ხელის ტკივნეული რომ გამიჭიმა რინგზე ხელის მოკიდება შეიძლება და თითქმის თავი მქონდა ჩამოდებული და არ მოვკიდე და დავნებდი რა და აი მაგაში დავიწვი სხვათაშორის მაშინ რომ ესო ამანო არ წააგო ისეო როგორც საჭიროა ხელი რატო დანებდაო რინგზე რომ მომეკიდა ქულა იქნებოდა რა ხო რინგთან ავართ ბალევის ბიჭო თავი ლამის მიდევს ხელი შემელა მომეკიდა მაგრამ წასეგე სპეციალურად ვიყავი ესე სამწუხაროდ რა სიტუაცია იყო ეგეთი მენეჯერმა და ტრენერმა $6000 იმ ღამეს სვერდლოვსკში რაში დახარჯე ის $6000 იქ ეხლა კაი მეგობრები ყავდა ამიტომ რომ წინა 1 წელით ადრე ნამყოფი ხო ვიყავი უკვე ხარიტონოს რო ვეჩხუბე თქო მანდ ხო და მანდ ვეჩხუბე ხარიტონასაც სვერდლოვსკელია მე მგონი ხარიტონო ხო და სიბირაკი არის სიბირი ხო და მანდ მეგობრები გავიჩინეს შეჯიბზე სადაც დავდიოდი მეგობრები ჩდებოდნენ ქართული სათვისტომოს უფროსი იყო სოსუარი სხვათა შორის ნახე ახლა აქ არის და მეგობრები რო გავიჩინეთ უკვე იქ დასახარც ვინ გაძლევდა ხა დღესაც იციან სპორტსმენებმა წესერი ხალხი რო არის და პირიქით ერთი კვირა 10 დღე დამტოვა უკვე ვიცნობდი წინა შეჯიბრიდან ფული ვერ დავხარჯე სამწუხაროდ ვერაფერში
ჩამოვიდი მე თბილისში და რაღაცებს ვაკეთებდი, ბიზნეს ვაკეთებდი, იმას ვწვალობდი და რაღაცას ვდებდი 2 კაპიკს ერთი მეორეზე ვადებდი და დღეს რაღაცა გამოვძერწე. ისე როგორი პერიოდი ახლა თან გიწევდა ჭუბი, თან ფიქრი ფულზე, თან ბიზნესის ფიქრი. რა საქმიანობდი ანუ იმისთვის რომ გარდა ჭუბების რომ შეინარჩუნო შენი თავი ფინანსურად? მაშინ ვერაფერს დედა და მამა მაჭმევდა კაცო საქმიანობა რა უნდა ყოფილიყო საქმე არ იყო სამსახური არ იყო დღეს რო არის ეგრე კი არ იყო რომ სამსახური რო არ აქვს თითქოს ხალხს და ნებისმიერ ადგილას მიაკაკუნე და ზათარიან რომ აგიყვანო ზათარიან რომ აგიყვანო პროსტა ჩვენ ხალხი ვართ ესეთი რომ მუშაობა არ გვიყვარს მაგრამ მაშინ ისეთი დრო იყო რომ სად უნდა გემუშავა ორი ვარიანტი იყო ან სამავთყოფოში ექიმი უნდა ყოფილიყავი ან საქართველოს პრეზიდენტი მეორე ვარიანტი და ან ბაზარში უნდა გაგეყიდა და მე არ ვიცი ბუღალტერი არაფერი სამსახური არ იყო თავს ვიჩენდი დედა ეს რა წლებზე არის საუბარი დავით 2000 99 2000 2001 2002 2003 ცუდი პერიოდი იყო შენ როდესაც ანუ შენ ცხოვრებაში პირველად საქმე დალაგდა და ბიზნესი თუ სპორტით დაილაგე? სპორტით დავიწყეთ და ამ კაპიკს ვადებდი კაპიკზე. იაპონიაშიც რომ ჩუბობდით, იქაც ვაგროვებდი ფულს, ვცდილობდი შემეგროვებინა და სახში ჩავმე და ეხლა ფულის ყადრი ეხლა დაიკარგა რა გაქ ეხლა აღარ უყურებთ რა მაშინ თვითონ ფული აი რომ შეხედო ფულს საშოვნელად ძნელი იყო მე ვთქვი ფული რომ გქონდეს და თუ გაქვს უკვე აღარ ხარჯავდი რა ცდილობდი ან დასახარჯი სად იყო ეხლა მაშინ ხა შეიძლება ზოგიერთი მიყურებს ეხლა და მაშინ ეხლა არც იმათთვის იყო გაჭირვება და არც დღეს არის ეგეთი ხალხის ყოველთვის იყო და არც უშუქო მონახია ნაკლებად მაგრამ ძალიან რთული იყო და ამას უფრო ცდილობდი შემეგროვებინა და რაღაცა ბიზნესში გამიყვანა დავით მე ჩემი ერთ-ერთი ოცნება არის იაპონიაში ჩავიდე ძალიან მაინტერესებს ეს კულტურა შენ როგორ დაგამახსოვრდა იაპონელი ხალხი და ეს შეჯიბრებები აი მე უყურე ძალიან ადრე მომიწია ესეთი რამის ნახვა რომლის შეფასება მე არ შემეძლო და მე შემიძლია ეხლა შევაფასო 25 წლის წინ რაც ვნახე მე ხვდი აი დღევანდელი გადმოსახედი შევაფასო უფრო მაგრად ვიდრე მაშინ იმიტომ რომ მე რო იაპონიაში ჩავედი ხა 2000 იაპონიაში დღესაც ოცნებობენ რომ ჩავიდნენ იმიტომ რომ აი სხვა სამყაროა აი მაგას გიყვები ხა 2001 წელი 2000 წელს წავედი პირველად მე მალევე წავედი ჩხუბებრივად დავიწყე იმიტომ რომ სწრაფად ავითვისე ხო და რო ჩავედი მეგონა რომ ანუ ევროპაშიც ეს ხა ევროპაში არ ვიყავი ბევრგან ნამყოფი თუმცა მომიწია საფრანგეთში ლონდონში ნამყოფი ვიყავი უკვე ესაც სპორტით ნიჩმოსანი ვიყავი მანამდე ნიჩმოსნობიდან წავედი თოფლის კი 19 წლის ვიყავი მე სპორტი რო დავიწყე იმიტომ რომ ბავშვობაში ვფიქრობდი ოცნებობდი ხოლმე და აგერ გაჩნდა მერე და ვიფიქრე მეც ვიზავ თქო რაღაცა ხო უნდა მოგესინჯა ამ იმაში სიგნე ბნელეთში ენერგია გქონდა ბნელეთში უნდა მოგესინჯა ეს მოსინჯა იაპონიასაც შეხედა რომ ჩავედით ახლა რომ დავინახე ეს გაჭაჭახებული და გაფწინებული და ანთებული რაღაცები გავგიჟდით ჯერ იმიტომ რომ გავგიჟდი როგორ ახლა მომეწონა ძალიან მაგრამ მე მეგონა რომ სულ ასია ყველგან ევროპაში მე ხვდი რომ ეს საზღვარგარეთია საზღვარგარეთი ქვია ერთ-ერთი იაპონია და ესია თუმცა იმის მერე მე რო ვიარე ქვეყნებში და წელიწადი არ გამომიტოვე ერთ წელიწადს დავთვალე 26 თვით რა მქონდა და რო არ გამომიტოვებია ეხლა უკვე ანალიზი შემიძლია გამოვიტანო რომ არის იაპონია და არის გლობუსი კი არის ცალკე განშტოება იაპონია აი 25 წლის უკანდეს გიყვები ჩემი აზრით გერმანია რო იაპონიას დაეწიოს აი მაშინ რა იაპონიას ვახე და გუშინ წინ რა გერმანიას ვახე ალბათ 1-50 წელი მართლა კი აი ელემენტარულად გეტყვი გარეთ არის ასფალტი ასფალტი ეს როგორც იცი დღემდე ეგეთი ასფალტი არ გვინახავს ალბათ მე და შენ მომიხდი და სვიგ დავდი ახლა ცხოვრობ ერთხელ 8 თვე მომიწია ზედის მართლა 8 თვე წელიწად 10 თვე მაქვს სულ გატარებული და ყველაზე გრძელი ერთხელ 8 თვე ვიყავი ძალიან დიდი პერიოდი ხო და დავდი ახლა იაპონურით ცოტა ხო ვისწავლეთ რომ ცოტნოდა რომ ძალიან დიდხანს მომიწია და მეც ვისწავლიდი და დავინახე რომ ამ ასფალტს ყრიან ხო აყარეს ასფალტი ნუ ვიფიქრე რომ რაღაცაა გაფუჭებული რა უნდა აკეთო უბანში ხარ უბანს უძახდი უკვე ხო იაპონიაში უბანში ვარ ჩემ და გამოვედი ხედავ ასფალტს ბირჟაზე რა ხდება თქო ახლა მოვიკითხე და რა მომხდარა ხო იცი ვადა გაოვიდა ასფალტი და ახალი უნდა დააყო სარკესავით ასფალტს მართლა გეუნები თო იქ გადასვამზე ვადა გაოვიდა და ავასყიდე და ჩვენთან ასფალტი არ არის საერთოდ ის დროა და აქ ვადა გასულ ასფალტს იღებთ მეთქი ეს საუბრობ კიდე რომელ წელიწადზე 2000 წელიწადს ვსაუბრობ აი 1 2 3 4-მდე დავდიოდი ახლა რომელი ყაცაში იტოქში რომელი ყაცაში ვადა გაოვიდა ასფალტს აყარს ახლა რომელი უნდა შევდე მე კიდე რაჟზე გამოვშტერდი ახლა მე აგერ გუშინ წინ რო სახში გავაკეთე მიამაყებოდა და იაპონიაში როდის არის და სად ახლა გეტყვი თოვა მოთოვა ასახიკავაში ვიყავით ჩვენ ჰოკაიდო შტატია ეს
ხო და კუნძული შტატი რა არის. ხო და ჯერ თელი ზაფხული არის ძალიან კარგი, ლაღი, ანუ შორტები და იმით საღამოს კიდე მოსაცმელიც გინდა ზაფხულში, აგვისტოში ეს სიგრილე. ტოკიოში რომ გამოვიდოდი, როგორც ბათუმში რო სუშება წეულმა ჩახვიდე და უცებ წაუწია, კარგი ჯაკება ზუსტად ეგ. აქ სადაც ვიყავი, ხო, კაი და ძალიან მშვენიერი ის იყო. ხო და მოტოვა ახლა მომიწია თოვლიც. რომ მოტოვა, თოვლი აქეთ დევს ტროტუარზე არ დევს კაცო. კი. ეხლა ზიოდო ფიქრობ აქ როდის იყო ისა, ხვეტავი. ხო. რო აქ მოხვეთა და მე ერთი მეონება რუსის ტიპი რა. რუსები ხო იყვნენ იქ ჩვენი მოჭუბი. აქ პოლს ქვეშო გათბობა არისო რა და ხო და პოლ ქვეშო გარეთ ტროტუარზე პოლ ქვეშ არის გათბობაო და თეულიო ძნებაო და მე ხარ რა უნდა მეფიქრე ხა ამის მასხარად ასაგდები ვინდა ხომ ჩემი ძმა ეს მიედო თუ მართლა ეგრე არ არის გაუგივს თითქოს უფრო ეხლა უფრო და რავი რა მოყვე კიდე აი სამი თვეებიც თეთრი ბოტასები არის სამი თვის მერე გამახსენდა რომ ბოტასზე ტრიაპკა არ მაქვს გადასმული ტილო არ მაქვს გადასმული წარმოიდგინე იაპონიაში არის ერთ-ერთი ქალაქი რომელშიც სტატისტიკურად ყველაზე დიდი ხანი ცხოვრობს ადამიანი რადგან საშუალო ცხოვრების პერიოდი უდრის 94 წელს ქალაქს ვერ ვიხსენებ უბრალოდ რომელზე არის საუბარი, მაგრამ იაპონიაში არის. და დავისთავად ალბათ ეს ძალიან საინტერესო არის. მე ჩემი ოცნებად რჩება რომ ჩავიდე 1-2 კვირა. ხალხი როგორია? არ გაინტერესებს? კი, როგორ არა. აი ეხლა უყურე როგორი ხალხია. გაიცანი ადამიანი ხო? და მეგობრდით, შევედით მაღაზიაში, ჩემ მომენტს გიყვები ერთ-ერთს. ნუ ავიღე რაღაც ეხლა მე შეჩვეული ვიყავი და ვიცოდი გაგებითაც რომ ევროპაში ხარ თუ სადა ხარ, ყველა იხდის თავისთვის. ეხლა მაღაზიაში შევედით, უკვე დღესაც აქ ეგრე დაიწყო გააჩნია ხა ფინანსურად როგორ ახამთლად ეგრეც არ არის. რო გამოდიოდით ამან გამომართვა და მიტარებს და ფულს იხდის და რა შვები თქო მე ჩემსაც გადავიხდი თქო და არაუშავსო ჩვენთანო ესეთი წესებიაო მეგობრებს უხდითო ხანდახან პატიჟობთ მეოთხე ჩვენთანაც ესეა მეთქი ქართული წესები ქართული წესი იმდენად ახლოს არიან ჩვენ ყაიდასთან მარტო მაგაში კი არა არასდროს არ ვიფიქრებდი კი არც მე არასდროს არ ვიფიქრებდი რომ სადღაც ეხლა დედამიწის ბოლოში არ არის აბა რა არის იმის იქით აღარ ჭამს რუკაზე წრე უნდა დაარტყა და ამერიკაში ამოხდა ხო და არასდროს არ ვიფიქრებდი რომ იქ შეიძლება და ისეთი ხალხი ყოფილიყო რომ ჩვენს მსგავსი ესე იგი მენტალურად ვაჟკაცი ხალხი დაგიმეგობრ და არ გიღალატებს სხვათა შორის აი რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ყველაფერი მასხარაობა მეგონა მაშინ და პატარა ვიყავი და გაგვარცხილეს იქ რო ჩავედი თარჯიმანი იყო ის იყო რა ხო დიდხანს მოგიწევთო თქვენ ცოტა სხვა ხალხი ხართო და გოგოებსო თუ შეხვდები და გაიცნობთო ეცადეთ რომ თავი არ შეაყვაროთო იმიტომ რომ შეიძლება თავი მოიკლასო სუიციდი ეს ერთ-ერთი განვითარებული სუიციდი ხა უყურე ხა რა ხდება მე მაქვს შენი ვალი ხო მე შენ ფულს არ გიხდი ჯვარი წერია შენ მოხვედი და ჩემს სახლთან თავი მოიკალი იმიტომ რომ მე შენ ვალი არ გადაგიხადე შენ ამით მე დამამცირკე მე კი არ მომკალი ხო მე კი არ მომკალი რომ შენ ფულს არ გაცლებ შენ მოხვედი და აი შენ მიმიყვანე მე ამ დონემდე და მე ხარაკის გავიკეთებ შენ სახლთან და სხვათა შორის ის მენტალობაც რომ თითები არ აქვს იაკუძებთან ვახლობლობდით იმიტომ რომ ვისაც ჩვენ იქ ჩავყავდით ჩეჯიბრზე ხოლმასან ერქვა ხოლმა იყო ის ხშირად იყვნენ იაკუძები მაგასთან ერთად და სხვათა შორის ბევრი ვნახე უთითო ეს ნამდვილი ამბავია თითების გარეშე და ბევრს პროტეზი უკეთია თითზე ვერ მიხვდები პროტეზის ყოფილა მაშინ გავიგე ეს ამბავი ბევრი პროტეზი და ბევრს ორი თითი აკლია და მიზეზი არის რომ აი და მე მიგიყვანე დავუშვათ იაკუძა იქ მთავრობასთან ახლობლობს როგორც ჩვენ მოგვიყვნა. ნუ ეგ არის კრიმინალური სტრუქტურა რაღაც, ხო? თითქოს კრიმინალური სტრუქტურაა, მაგრამ მაგათი კრიმინალიზმი ვერ გავიგე მე იმ მომენტში რომ მთავრობასთან თანამშრომლობდნენ. ეხლა პლიაჟზე ვიყავით იქ რა ქვია იმ ზღვა სახალინის ზღვა არ არის კაცო იაპონიაში. პლიაჟზე ვიყავით, არა, აი მართლა კაი ტიპები რა იმ ხრივ რომ იქ არ არის რომ ეხლა ჩვენებურად დაუძახებ ძველ ბიჭს რა და შავი სამყაროს წარმომადგენელს თუ იქ იაკუძა ქვია ხო? იქ არ არის. აი მოვიდა მწვად შეგიწვავს, სტუმრის მიღება, რაღაც ზევიდან არ გიყურებდნენ. მწვადსაც გიწვავს გასინჯე, გაწვდის, მივხვდი პატევი უნდა ქცეს უნდა კოლკებში. დატუმრები სუბტიტრები და ტრუსკები ეს თეთრი რაღაცები ეწოდება პლიაჟზე გავიხადე. ფილმებიდან მახსენდება. ფილმებიდან ეხა გული რაზე წდება, იცი მე რომ ამას უყვები ეხლა ისეთ რაღაცას ვყვები რომლებიც ფილმებში ხოლო სხვა მე არ ჩემხვედრიო ვიღაცას ის მოეყო. უბრალოდ მოხდი იმ მომენტში და იმ დროს. და თითებს რატო იჭრიდნენ ეგ არ მითქვა. თითებს იმიტომ რომ მე მიგიყვანე შენ კლანში დავუშვათ ხო? კლანში მიგიყვანე და შენ რაღაცაში ვერ გამოდი იქ ისეთი, მაგრამ არც ისეთი რაღაცა დაგიშავებია, რომ თავი მოიკლა. ეს ზუსტი ინფორმაციაა, რაც თქვენ
მე რომ შენ მიგიყვან მე მივალ იქ ბოსთან თავარი აკუძასთან და ვიტყვი ამ ბიჭმა დააშალა რაღაცა და მოდი მე თითს მე აგერ შენ მიხვდი მე შემიძლია თითი მოვიჭრა რომ შენ დააშავე რომ შენ გაპატიონ ხვდები ისიც არ ვიცი მიიღებს თუ არა ეს კლანის წევრი ანუ ბოდიში არის ეს რა ეს არის აი ჩემი დანაშაული და ნაწილს ვტოვებ ალბათ რა ეხლა ეს კონკრეტულად რომ აი თავი დავისაჯები მაგ წანაკითხი ბევრი იაპონურ კულტურაზე და სიცოცხლე ნაკლებად ფასდება თქო რაღაც ეგეთი შეგრძნება სტოებს რადგანაც ყველაფერზე თავს იკლავენ რა ბიჭო აგერ გოგოს თავი არ შეაყვარო თავს მოიკლავსო და ახლა ამას სერიოზულად აღიქვავდი ვინმე რო გითხრას ამ ხელა ასაკ შეარაღობ სერიოზულად 20 წლის ბიჭს რო ეთქვი გოგოს თავი მე მართლა მივხვდი ხა ერთხელ ორჯერ ხო გქონია გოგოებთან ხა სვიდანიებიც გქონდა იაპონელ გოგოებთან და შეიძლება გაპიწყინებულები დადიან სულ პარასკები შაბათი გამოდიან როგორც იქ ჭხილებს და იმას შეხედა ჩვენ ვიზუალურად როგორ შეაფასებდი სილამაზეს ქართველი ხალი რო თხოვდება და ქორწილის დღეს რო იპრანჭება და წინა დღეს ისე არიან ყოველი პარასკები შაბათი ვიზუალურად არა სხვანაირად კი არავინ გამიგოს სხვანაირად ზედმეტად იპრანჭე აი ზედმეტად ჩაცეხე სურათებით ღემდები მაქვს სახში შენახული ანუ რაღაც ბევრი პომადა თუ ანუ რაღაცას არა აი ამხელა ჭხილები საღამოს კაბა აცვია პარასკევს ხო გასეირნების დღეა ევროპაში ყველა მთვალი ანუ ვერ იტყვი რომ სპორტულად კომფორტულად არის არა აი პარასკევი დღეა და მოდის გოგო ხო შაბათი დღეა და გოგო მოდის როგორ იცი რომ შეხედავ გეგონება რომ პატარძლის მეჯვარია პირდაპირ იმშვებთ ისე ჩასმული დანაწყობილი კაროჩი გადახსნილი მთვრალი მოდის აი პარასკევი შედი ყდება სიცილით იქ არ არის რომ უი რამხელა კაცები ამათ მოვერიდო არაფერი მიქა ეგეთი რამები არ ხდება მოვაპირდები ურთიერთობაში ყველა ადვილად შემოდის კაცი ქალი ქუჩაში ვიღაც მე კიდე ერთი პლუსი არის თუ ღიპი გაქვს ხო მამა ხარ მართლა ღიპი თუ არა ხარ კაცი არა ხარ იაპონიაში არ ვიცი აი თუ ხარ დაკვირებული და სტატუირეტკებსაც რო აკეთებენ პატარა სულ ყველა ღიპიანი კაცია სულ ყველა ბუდისტია სულ ყველა სუმოისტია ეს ნიშანი არის სუმოისტები კი სალკეთება 12 წლიან 60 წლამდე ხალხი დატროს სუმოის გაყვეს ცოლად და ღიპი თუ გაქვს ვაფშე ღიპი ითვლება აი სილამაზით მათთან ძალიან საინტერესო ფაქტებს ყვები და შენ არ გაგჩენია სურვილი რომ ეხლა ჩახვიდე სულ მინდა წავიდე იცი სულ მინდა ხოლმე რომ წავიდე და ერთი აი გავიარ გამოერ ეს ხალხი იმდენად მივიღე ხო საქართველოს იქით სად იცხოვრებდი აი არჩევანი რო არ ქონდეს და საქართველოში არ გაცხოვრებენ იაპონიას ავირჩევდი მივხედავთ მისა წვრილი თვალები აქვს და მე დრო რო გავიდე ხა ერთ-ერთ მომენტს მოგიყვები დგავართ და უბანი მაგარია ჩამომძარი ვარ იაპონიაში უბანში გვერდზე გასართობი აპარატების ის არის ვარ ჩვენთვის და გოგო დავინახე და ლამაზი გოგო იყო და ცოტა ყურადღება რომ მიიქცია რა მიიქცია იცი ყურადღება დავაკვირდი და ფიქრობ ეხა ეს იაპონელი არის თუ არ არის თქო არა მიხვდი უკვე 8 თვე რო გამივიდა უკვე შეგეჩვია უკვე იმდენად ვარ გათე და მე 1-2 წუთს ფერი ჩემთას დავიჩენ მე მგონი ცოტა გაგიზა ბიჭო ხედავ იაპონელი გიდგას წვრილი თვალები და რაღაც არ ყვევ რა არის თუ არა იაპონელი მივხვდი ანუ შენ ნაღეთქვი როგორც ადამიანი და არა როგორც შენიანი ხო უკვე გავითავისე ისე რომ ამათ თავიდან რომ წვრილი თვალებს უყურებ ყველა ერთნაირი გონია კი მე დრო რო გადის 3-4 თვე შენ ამ წვრილ თვალებს უყურებ ყველას უკვე სხვადასხვანაირად ყველა სხვადასხვა ხდება როგორც ეხლა ჩვენ ერთნაირად თურმე მე მივხვდი ისინიც რომ ჩვენ ერთნაირებს ვიყურებენ მე უკვე საინტერესო ეხდი გენეტიკები დღემდე ვერ ამბობენ რატო აქვს ადამიანს წვრილი თვალი ეგ სადღაც წავიკითხე ესეთი საინტერესო ფაქტი იაპონია მართლაც რომ საოცარი ქვეყანა არის მე ძალიან ვიცი გოგოები ლამაზები არიან შენ შემეკითხი სხვათა შორის თუ არიან ძალიან ლამაზები ერთადერთი მინუსი რაც აქვს ეს კბილები აქვს დაბრეცილი რატომღაც აი თავიდან ბოლომდე ანუ გენეტიკურად ეშვები აქვს რა და მე ვიფიქრე რომ ეს რაღაცა სილამაზეში ითვლება მათთან თუმცა ეს არ მიკითხია და არ მინდა ტყუილად გავიგო ანუ არის სწორედ ტყუილი გამომიდეს არ მინდა რაც მოგიყევი ზუსტად ვიცოდი რომ შეგიმჩნევია რომ ხო იმიტომ რომ შემჩნევია კი რა ძალიან ბევრს აქვს ეს ორ-ორი კბილი ჩამოსული მიხვდი არის შორებენ ანუ ეს არის შორებენ და კიდე ფეხები აქვს დაღუნული და ეს არ ითვლება ცუდში ანუ ეს არ არის რომ კარგი სწორი ფეხი არ არის ეს რო არის ესეა საჭირო ესე და პირი კიდე რო იცინიან პირს არ განახებენ ყოველთვის მალავენ პირს კულტურის ადგილია და არა ინტიმური არის ეს პირის დანახვებაო არ ვიცი ხარ შუაში რომ იცინს ანუ პირს მალავს ხალი და კიდე ეს აქვს რამდენი თავს დაუქნე მაგაზე ვადაობდი სხვათა შორის ჩამოვიდა გდანელი მოჩუბარი ერთი იმედა ანარიმაიძე და რა ვთქვით ამ გოგოებს ვასწავლეთ ახლა ლაპარაკი გარეთ ჯერ როგორ ახარს პასუხობს ხო მეხტი ქართული თემები რა ქართული თემები ვასწავლეთ და რა უნდა მეთქვა
იმას არ ვიტყვი რაც უნდა მეთქვა. რაღაც საინტერესო თქმა გიძებნა. არა, გავაჩერეთ და როგორ ახარო და გოგო იძახის რა შემოგვაგინა ვასწავლეთ თვითონ ერთმანეთში ხო რომ ლაპარაკობთ ქართულად სიტყვას ხმარობთ შეგინებას და ეს რას ნიშნავს რომ შეგვეკითხნენ. ეს ნიშნავს რომ კარგს თქო რაღაცას ხო არ ვიტყურით ეხლა ამას. რასაც სწავლის ქართველი ამას და გოგო აჩერებს იაპონიაში როგორია იაპონელი გოგოები ზიან და მე ხა ყურადღებას ვიტყვი აღარ ვაქცევ რომ მე ამათ ვიცნობ და ხშირად ვნახულობ. ამისთვის ეხლა ახალი ჩამოსულისთვის დადის ხომ იცი ეს? რა ხდება ახლა თვარეც სხვანაირია ზეც სხვა ყველაფერს სხვანაირია და უცებ ვიღაცები ჩერდებიან და აქედან შეგეცი. მომიხდი გოგოები. მიხდი? არა კი მივხვდი. ხო და აქედან მეც არ გავიყვირო, იმიტომ რომ ესე ვისამები და აქედან მეც და ამან გავხედე, გაიგეო რა გითხრესო და რა მითხრეს, ესე გითხრეს. მე ვთქვი შანსი არა, როგორ არა მე გავიგეო მეუბნება. აგიჯებდი ადამიანს. ხო და ოკეი შეჩვეულები ყავს ახლა იმისთვის დიდი იყო ჩვენთვის დაპატარავდა. აი როგორი გეგმები გაქვს შენ ორთაბრძოლებში დაბრუნების мотивация ხომ არა გაქვს და мотивация არა მაქვს, მაგრამ სურვილი ყოველთვის მაქვს ხოლმე, სულ ფიქრობ ხოლმე, რომ აი ერთი ბრძოლა ვიჩხუბო, მაგრამ რა ვიცი, ცხვირში ვერს უმთხოვ იმის 15 უბრალოდ წელია. ჩემი აზრით დღეს რო შენ დაგეგმო და იბრძოლო, ამის შემდეგ უკვე ყველა შენ ძველ ბრძოლას, რომელიც შენ ჩატარებული გაქვს და აუცილებლად მაყურებელმა უნდა ნახოს, იმას გაეცნობა მაყურებელი. იმიტომ რომ დღეს შეიძლება გაგიცნონ ამ ბრძოლით და ამ ყველა ბრძოლები არ ცდებს. ერთი 30 ბრძოლა დევს ჩემი მარტო 35, ერთი მეორეზე ვაკეთებ. მე ასევე შევახსენებ მაყურებელს, რომ დავითს მიყავს თავისი პოდკასტი, აუცილებლად გამოიწერეთ. სახელი როგორი არის არხის? დავით შველიძე. დავით შველიძე. ხო. ანუ ეს შეგიძლიათ YouTube-ს, ხო? სტუდიას YouTube-ს რომ ნახოთ და აუცილებლად გამოიწერეთ. დავით, შენ ხარ მართლაც რომ ყველაზე საინტერესო სტუმარი და მე აუცილებლად გელოდები ჩვენ შემდეგ პოდკასტებში, განვიხილოთ კიდე. ესე რომ დავამთავროთ დიდი დრო გვინდა კიდე ჩვენ. ყველაფერი ამოვიდა. იაპონიაში ჩქარჩქარა ლაპარაკით ვეცდები რომ სწრაფად მოვყვე რა იმ დეტალები. იმიტომ რომ მეორე საინტერესო მოსაყოლი. წელიწად და 10 თვის მანძილზე ორი სიტყვით თუ შემოიფარგლე, კარგად გქონია საქმე. ამიტომ ჩავიწერთ. მადლობა დავით. დავით შველიძე იყო დღევანდელი Iron Podcast-ის სტუმარი. აუცილებლად გამოიწერეთ დავითის არხი, გამოიწერეთ Iron Podcast-ი და Iron Lasha-ს არხი და ჩვენ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ ბალეშიკობთ და ეს არის ჩვენი იმედი, რომ თქვენგან თანადგომას ვგრძნობთ. ყველას დიდი მადლობა. მადლობთ.